მთაწმინდის ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეს დღე ქვეყნის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი თარიღია. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს საზოგადოება იქნება მობილიზებული და აქტიური იმისთვის, რომ სწორი არჩევანი დააფიქსირონ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გაუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვღებულობთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც მოახერხა ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ, რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან. თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც ესე რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოება მოახერხა და ისწავლა თეთრი შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების გაკეთება. იმედია დღესაც საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებული მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ.